2008 წელს გახსნილი სახელოვნებო სკოლები, რომლებაც ფუნქციონირება 2013 წელს შეწყვიტა, მუშაობას განაახლებს. კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში 12 ასეთი სასწავლებელი აღდგება. მუშაობას განაახლებს ასევე 71 დევნილი პედაგოგიც. აქ 1000-მდე ბავშვი ისევ ისწავლის უფასოდ. კულტურის სამინისტროში შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, დავაფინანსოთ ეს ბოლო 2 თვე, დარჩენილი ახალ წლამდე, ხოლო შემდეგ მომავალი წელი მთლიანად ეს 12-ვე საჯარო სკოლა, სახელოვნებო სკოლა და გარდა ამისა, იქ სადაც შესაძლებელია და წეროვანში ამის საშუალება არსებობს, რომ მოვაწყოთ კინო თეატრი, აქ იქნება კინოშვენება, მაგრამ ეს მხოლოდ კინოსაჩვენებლად კი არ გვინდა ჩვენ, ეგ გვინდა იმისათვის, რათა აქ აღორძინდეს, დაიწყოს ახალი კულტურული ცხოვრება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქაური ბავშვები და პედაგოგები არიან ძალიან ხნედ და იმედიანად, თავიანთ მომავალთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ დევნილის სტატუსი აქვთ მათ და ჩვენ ყველანი ერთად ახალ ხელისუფლებასთან ერთად სწორი პოლიტიკით უახლოეს მომავალში დაუბრუნდებით ჩვენს მიწა-წყალს.